მათთვისაც თეატრი უყვართ, აინტერესებს, ძალიან საინტერესო დღეები ელოდებათ. კერძოდ, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი თბილისში შემოქმედებითი კვირეულისთვის ემზადება. დასის წევრები და ხელმძღვანელი უკვე თბილისში არიან და აკაკი ხორავას სახელობის თეატრში მსახიობთა სახლში ესეა ცნობილი, რამდენიმე სპექტაკლს წარმოადგენს თეატრის რეპერტუარიდან და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ლატო ჯუღელი და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნანუკი მაკრახიძე. დილამშვიდობებით, მადლობა მოგზაინებისთვის, სტუმრობისთვის თბილისში და აი ვატოსგან დავიწყებთ. ვატო, გითხარით ესე იგი რა სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი და როდიდან იწყება ეს კვირეული და რას თავადოთ მაყურებელს ვინც მოვა თქვენ სანახავად. პირველ რიგში უღრმეს მადლობას გიხდით ამ თემით დაინტერესებისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ჩვენს კვირეულზე იქნება წარმოდგენილი 5 სპექტაკლი. აქედან ეს არის პირველი 10 მარტს გაიმართება შვიცარიაზე. კი ბატონო. ყველა სპექტაკლი იქნება საღამოს შვიცარიაზე. ეს იქნება ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერა, რეჟისორი მამუკაც ერცოძე გახლავთ. 11 მარტს იქნება წარმოდგენილი აჯანყებულთა ვაგონი, ეს არის ლევილის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი, რომლის ავტორიც გახლავთ ვალერი ოთხოზორია და სახელდახელოდ დაიწერა ეს პიესა ორი თეატრისთვის, ეს კოპროდუქცია სენაკის თეატრთან ერთად განხორციელებული. რეჟისორები მე და ვახო ნიკოლავა გახლავართ. 12 მარტს იქნება წარმოდგენილი აი რეპერტუარში ვხედავ ჩვენ პრინციპში. 12 მარტს იქნება გიორგი სიხარულიძე სულიკო. სულიკო წარმოდგენილი 12-ში ეს არის კოპროდუქცია დღეს ეკრანზე შეგვიძლია წარგვიგინოთ რეპერტუარი. კი ბატონო, ეს პიესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სპეციალურად ზესტაფონის თეატრისთვის დაიწერა და დაწერა ნინია სატყუბელაშვილმა. და 13 მარტს იქნება უკვე წარმოდგენილი 13 მარტს იქნება უკვე იავნანამ რა ქნა. ქართული კლასიკა იავნანამ რა ქნა. და დავხურავთ უკვე კვირეულს. ეხა ეკრანი ავა და გვაუწყებთ რომ ყვარყვარეთი ხურავთ. ყვარყვარეთი თუთაბერი აქ საგულისხმორო ვალერი ოთხოზორია წერია და ყველას უკვირს ხოლმე რომ ყველა ვიცით რომ არის პოლიკარპეს ნაწარმოები ნამდვილად შთაგონებულია პოლიკარპეს. მიხედვით არის? კი ბატონო, ეს არის ლიბრეტო გაკეთებული. რომელზეც გიგი დედალამაზიშვილმა დაწერა მუსიკა და ერთგვარ მუსიკალი გვაქვს წარმოდგენილი. ისინი მე გახლავართ. აჰა, ესე იგი შევაჯამებთ ამით დავხუროთ. ნუ ძალიან საინტერესო დღეები, ეს არის ნაწილი ალბათ თქვენი რეპერტუარის. რა თქმა უნდა, 20-მდე სპექტაკლი მოგვიგროვდა ამ ეტაპისთვის რეპერტუარში, თუმცა ეს არის ის სპექტაკლები წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ დედაქალაქის მაყურებლისთვის არ წარმომიდგენია. ესე იგი ასეთი ძალიან კარგია და მსახიობებს აქვთ ხოლმე ესეთი ზოგი ხმამაღლა გამოხატა ზოგი გულში რომ ნუ კარგია ეხლა ჩვენი მაყურებელი, მაგრამ უნდა რომ სხვებმაც ნახონ და ამიტომ მე მინდა თქვენ ერთ-ერთი ბრძანდები წარმოდგენილი ამ დასისა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ თან დედაქალაქშიც ექნება საშუალება მაყურებელს ნახონ, გაიგონ თქვენზე, გაიგონ რეპერტუარზე, გაიცნონ მსახიობები და რა მოლოდინები. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ბევრი ზესტაფონელი მაყურებელი ნაწილი ცხოვრობს თბილისში თვითონ და მათთვის რაღაცნაირ ერთგვარი დაკავშირება თავის მშობლიურ ქალაქთან და ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ფართო აუდიტორიამაც გაგიცნოს და ნახონ რა ხდება რეალურად რეგიონებში, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ თეატრი ნათელი სახეა იმის თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად. სარკე. რამდენი ხანია რაც შევერთდით თეატრის დას? 2023 წლიდან. მეოთხე წელია. მეოთხე წელი. რაც მოდი აქვე დავსვამ შეკითხოს, აი და თქვენ ახსენეთ რომ დიდი ნაწილი თბილისიდან არის და ან ნაწილი ჩამოსულია თბილისში და ზოგადად ეს პრობლემა არის ჩვენ ქვეყანაში რომ თითქმის უმეტესობა დედაქალაქში ყრის თავს. დასის წევრები არიან თუ არა ისე რომლებიც აი სპეციალურად თბილისიდან ჩამოდიან რეპეტიციებზე სპექტაკლს და ბრუნდებიან თბილისში. ალბათ ნაწილი არის რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს. ხო, ერთი ფაქტი აღსანიშნავი რომ ჩვენ ყავს ნანუკი თვითონ, ნანუკი და კოსტა არიან კოსტა ფოცხვერაშვილი არიან როგორც ჩვენი თეატრის მსახიობები, ასევე დმანისის თეატრის მსახიობები, იმიტომ რომ გიორგი სიხარულის აღზრდილი ჯგუფი არის ეს. ალბათ თამაშობთ სულიკოში ხო? კი, რა გიკვირდება.
მოგზაურობასთან. და რა თქმა უნდა მათ უწევთ ხოლმე ზოგჯერ რომ ჩამოვიდნენ, თუმცა კოსტას ეს ერთგვარი გადაწყვეტილებაც იყო რის გამოც ვაფასებთ ნანუკის რომ ისინი რეგიონის თეატრში დარჩნენ და აქტიურად აგრძელებენ მოღვაწეობას. ძალიან დასაფასებელია ახალგაზრდა მსახიობების მხრიდან. არსებობს ერთგვარი რაღაც ცნობური დამოკიდებულებაც ზოგადად ახალგაზრდებში და რასაც მე რაღაცა დრო ჭირდება რომ გადალახონ ხოლმე და მე რეაცნობიერებენ რომ თურმე როლებს თამაშობენ მნიშვნელოვანი პერსონაჟები ხდებიან ქალაქისთვის. დიდი როლები ითამაშებენ მუდრია და ზოგადად ბევრი მსახიობია და მოთხოვნა მეტია და კონკურენცია მეტია. და ძალიან ბოდიშსოფო ძალიან ბევრი დიდი მსახიობი ვიცით ისტორიაში ქართული თეატრის სწორედ რეგიონების თეატრებს შექმნეს დაუვიწყარი მსახიობები და გაითქვეს სახელი რეგიონებში. დიახ, არა მარტო თეატრში, არამედ მუსიკა, ხელოვნების ნებისმიერ მიმართულებით ასე ვთქვათ. ნანკი მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მოსახლეობისა შეიძლება ვთქვათ დედაქალაქს არის უფრო მეტწილად ხო აქ ცხოვრობს, აქ სახლობს, რამდენად არის, რამდენად იგრძნობა მათი აქტიურობა, სპექტაკლებზე დასწრება როგორია და რა თქმა უნდა თავისთავად მათი დამოკიდებულება თეატრის მიმართ. იცით რა ვფიქრობ, რომ როცა რეგიონის თეატრში მუშაობ, ძირითადი აქცენტი მაინც უნდა გააკეთო ახალგაზრდა თაობაზე, ბავშვებზე, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი ვფიქრობ, რომ მაინც ბავშვები არიან და რაღაცნაირი მოვალეობაც არის შენი, რომ რაღაცა ისეთი რეპერტუარი ქონდეს თუნდაც, რომ ცოტა გაზარდო, მიაჩვიო ფიქრს, შეაყვარო თეატრი და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თაობაა დღეს ზესტაფონში, ძალიან კარგი ბავშვები არიან, განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა. აქტიურად დადიან, აინტერესებთ და ცდილობენ, რომ რაღაცა მეტი და მეტი გაიგონ თეატრის შესახებ და მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი მაყურებელი ყავს ზესტაფონს. ეს მართლა შესანიშნავია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საქმეა რეგიონებში თეატრის არსებობა, აი ვარტო დამეთანხმება თქვენს დამეთანხმებით, რომ ძალიან იგრძნობა ხოლმე ჩადიხარ რომელიმე ქალაქში ან დაბაში და ხვდები არის თორე თეატრის ისტორია. მაყურებლით იმ წუთში ხვდები, პირველი რეაქციაზე ხვდები დაუშვათ მათ დამოკიდებულებას და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. ბატოსმინო კითხოს ანამ ისე მსახიობებთან გამოვაგდოთ საუბარდო მსახიობების ნაწილზე, რა პრინციპით შეერჩია სპექტაკლები თუ იყო რაღაც კონკრეტული რაღაც ხედვა რომ მოდი ეს სპექტაკლები წავიღოთ თუ ამაზე არ ვიგებთ. ბოლოს განხორციელებული სპექტაკლები იყო, რომელიც დედაქალაქის მაყურებლისთვის ჩვენ არ წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ ჩვენ აქამდეც გვქონდა უკვე ორი გასტროლი. მსგავსი შინაარსის, ანუ შემოქმედებითი კვირეული, როგორც დავარქვით და წინა სპექტაკლები, რომელიც პირველ წლებში დაიწყო, რაც დაიდგა, რაც მე დავიწყე ზესტაფონის თეატრში მუშაობა, მას მერე და შესაბამისად ეხლა არის უკვე წარმოდგენილი მხოლოდ ის სპექტაკლები, რომელიც ბოლო წლებში დაიდგა და არ გქონია აქეთ წარმოდგენილი ჩვენ მაყურებლისთვის. შვენიერი და თუ არა საომალოდ გეგმაში ის რომ თქვა სხვა ქალაქის თეატრებსაც ეწვიოთ და მაყურებლებს წავსდგინოთ აქტიურად სტუმრობთ და განსაკუთრებით ქვეყნის მასშტაბით დავდივართ ხოლმე ფესტივალებზე, ეს იქნება ქუთაისის იმერეთის ფესტივალი თუ დუმბაძის სახელობის ფესტივალი ოზურგეთში ვიღებთ აქტიურად მონაწილეობას ასევე ფოთის ფესტივალში. კი ბატონო, ძალიან კარგია. ამ ხრივ მინდა ხაზი გაუსვა და აღნიშნო აუცილებლად კულტურის სამინისტროს თანადგომას და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანადგომას, იმიტომ რომ მათი დახმარების გარეშე რეალურად ვერ შევძლებდით ჩვენ ამ მსგავსი პროექტის განხორციელებას. ეს მნიშვნელოვანია. ორ თეატრში ხართ, ორივე რეგიონის თეატრია. თქვენი პედაგოგი გამოიჩინა, რომ დადიოდა მოიარა რეგიონის თეატრები ახიმძღვანელად დგამს ხოლმე, აი ხა ზესტაფონში დავდგამს. და დადიხარ თბილისიდან თა ხომ, იმიტომ რომ ნუ ესე გიწევს. ძალიან კარგი ფაქტია გულწრფელა და მე ვიცი რომ ასევე თქვენი ჯგუფიდანაც ზოგადად ბევრი ახალგაზრდა რომელიც მანიში ზესტაფონის სხვა თეატრებში არიან და აღარ არის დამოკიდებული რომ აუცილებლად თბილისში და აუცილებლად თავარ თეატრში იყო. ამას დიდწილად გავწყვეტ. რა ინტერესიან ხიბლი შეიძლება გქონდეს ამას? ალბათ პირველ რიგში ის რომ ძალიან დიდ გამოცდილებას აგროვებ. გეძლევა იმის საშუალება, რომ ბევრი საინტერესო როლი შეასრულო, ბევრი მოწვეული რეჟისორი ჩამოდის ხოლმე რეგიონებში და სხვადასხვა რეჟისორთან მუშაობა მგონია რომ უფრო გზრდის. და ასევე ისეთი როლები, რომლებიც ხვდაწილად რო გვეთამაშა, მგონია რომ პროფესიულად გაგუზრდის. სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცი, თუმცა ამ ეტაპზე ეს სიარული და ეს რაღაცა ექშენია. კარგი. ბატონო
მე მაქვს ინფორმაცია, ამდენიმე წლის განმავლობაში ჩემ დროსაც როცა მოსწავლობდი, იყვნენ ხალხი, რომლებიც ზესტაფონიდან არ ზესტაფონის შემოგარენიდან იღებდნენ განათლებას თბილისში, ანუ ეუფლებოდნენ სამსახიობო ფაკულტეტს. ამ შემთხვევაში თუ არის რომ აი წარმომადგენლებს ზესტაფონის უბრუნდებიან ზესტაფონის თეატრთან, ეს შემთხვევა თუ არის მიიღეს განათლება და თქვენთან მუშაობენ, ან აქვსებენ. ყავს ესეთი მაგალითი არის ესეთი გიორგი სირბილაძეა ახალგაზრდა, რომელიც სანამ ჩააბარებდა თეატრალურ უნივერსიტეტში, მანამდე უკვე ჩავხვდეთ ჩვენ სპექტაკლში. დაინტერესეთ რომ თეატრით. დღესდღეობით არის გოგი მარგულაშვილის სტუდენტი და მას უნებრივია დღემდე საკუთარი ქალაქის თეატრის წარმატება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე როგორც მისი უფროსი თაობა, როგორც აიგანუკიძე და კოსტაზე აღნიშნე, უფროსი თაობა, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხდებიან პერსონები ქალაქში, მნიშვნელოვანი პერსონები და ესენი ქმნიან თეატრის ახალ ისტორიას, წერენ იმ ხალხთან ერთად, იმ მნიშვნელოვან მსახიობთან ერთად, რომლებმაც მრავალი ათეული წლებია მოიტანეს თეატრის ისტორია, უკანასკნელი ეს პერიოდი. განსაკუთრებით მოხდა რენი აბესაძეს პერიოდში, როდესაც სახელმწიფო სტატუსი დაიბრუნა თეატრმა და აღსანიშნავია მისი ღვაწლი და ასევე იმ მსახიობების, რომლებიც დღემდე ახალგაზრდებთან ერთად დგანან გვერდით. მნიშვნელოვანი ისტორიის თეატრი ჯერ ვისახალთა წერებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი მსახიობის, ხო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ჰამლეტის. კი ბატონო. და გვაუწყდება რომ იქვე ახლო მაღლდებული სერგო ზაქარიაძე და ასე შემდეგ, ასე რომ დიდი ისტორია აქვს ამ ქალაქს და ამ რეგიონს. ფაქტობრივად აღნიშნეთ ხა უშანგის ჰამლეტი და ყვარყვარეც ასევე ეს ლეგენდარული სახეები, რომელიც შექმნა ამ დიდმა ავტორმა, არტისტმა, ჩვენ ერთგვარი რაღაცა რეფრენივით გვაქვს, როცა ვიმეორებთ იმ როლებს და იმ სახეებს, რომელიც დატოვა მართლაც და ჩვენი შემოქმედებითი პოლიტიკაც ეგ არის, ემსახურება იმას, რომ გააცოცხლდეს ის სახეები, რომელიც დატოვა ამ ლეგენდარულმა არტისტმა. ჰამლეტიც გვაქვს ჩვენს რეპერტუარში. და ხონდა წარმოდგენილი სხვათა შორის აქ თბილისში მარჯანიშვილის სცენაზე. კი, ერთ-ერთი რაც მაგნიშნებ ძალიან გამიხარდა, ბოლო პერიოდში ხდება ხოლმე თქვენი თეატრის რაღაც ვიდეოები, rilsები, ხო თანამედროვე ენაზე ვაპარაკოთ და ეს ძალიან კარგია. დღეს თანამედროვე სამყაროში ამის გარეშე ძალიან რთულია და მე ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაც უნდა ქნათ, რომ მაქსიმალურად გაიგოს ხალხმა და თან ახლა ამ ახალი გზის პირობებში აქვია ზესტაფონში ჩასვლა არაფერი არ არის. ადვილად ჩახვიდნენ ახო სპექტაკლი და დაბრუნდნენ იმ თბილისში და ძალიან კარგია რომ ესე ზოგადად როგორც ახსენა, ახალგაზრდები ძალიან დაინტერესებულები არიან და ხშირად ესწრებიან, ცდილობენ უფრო მეტი შეიტყვონ, შეიმეცნონ და მეტი წაიღონ თეატრისგან, ხო თეატრიდან თითოეული სპექტაკლისგან და ვიმედოვნებს თავისთავად რომ კიდევ არაერთი ძალიან კარგი მსახიობი დაიბადება, არაერთი მარგალიტი იქნება ნაპოვნი ზესტაფონში, რომელიც დაამშვენებს როგორც ზესტაფონის თეატრს, ასევე ნებისმიერი რეგიონის ქალაქის თეატრს. ეს კაი ხაჭაპურის სტამშიერება და ორივე საზღვარი მშვენივრად. ბატონო, კიდევ ერთხელ უთხრათ, ესე იგი, სვენელ საათ როდის რომელ საათზე გაიხდება სპექტაკლები თქვენი კვირეული თბილისში? 10 მარტიდან 14 მარტის შათვლით ველოდებით ჩვენ მაყურებელს 7 საათზე, 19 საათზე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, ეს არის გიორგი ლეონიძის 11A. სოლოლაკში, მარტივად რო ვთქვათ, ნუ ვინც ასე თუ ისე თეატრთან დაკავშირებულია, ყველა დაკავშირებულია, ყველა მიცის ეს ტერიტორია, ეს სახლი წარმატებას გისურვებთ ამ დღეებში, ამ კვირაებში და ზოგადად წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში და გესტუმრეთ ხოლმე ყოველ სიახლეზე გაგვიხარდება, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. წარმოგვიდგინეთ ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ და სიამოვნებით ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ვატო ჯუღელი და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნანკი მაგრახიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.